საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 7 ქორწინების სახლი და 28 ქორწინების სივრცეა, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. იუსტიციის სახლმა სიღნაღში ქორწინების სახლის განახლების კონცეფცია წარმოადგინა, ახალი ქორწინების სახლი თელავშიც გაიხსნება. ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ კი იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია შემოგვიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა სტუმრობისათვის პირველ რიგში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პირიქით მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებია და იცით რომ იუსტიციის სახლი ყველასთან მიმართებაში არის განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ასე რომ მიხარია რომ თქვენ ინტერესდებით ამ საკითხებით. ბატონო ვახტანგ, თქვენი ყოველი ვიზიტი საკმაოდ საინტერესო თემას ემთხვევა და საკმაოდ საინტერესო თემებზე გვიწევს საუბარი. თუნდაც იგივე, რომელ რეგიონებში იგეგმება ქორწინების სივრცეებზე, ქორწინების სახლებზე ვსაუბრობთ, ქორწინების სივრცეების, ახალი სივრცეების და სახლების გახსნა. ზოგადად რა სიახლეებს გეგმავთ პარალელურ რეჟიმში ამ მიმართულებით? კი ბატონო, თქვენი შესავალიც იმაზე მეტყოლებს უკვე რომ იუსტიციის სახლი უმოქმედოდ არ არის და ყოველდღიურად ცდილობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტად სრულყოფილი გახადოს ის პროცესები, რაც ზოგადად იუსტიციის სახლში მიდის და ასევე ბუნებრივია კიდევ უფრო მეტი სივრცე დავფაროთ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქესთან, საქართველოს მოქალაქეებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველასთან ძალიან ახლოს იყოს ის სერვისები, ის 500-მდე სერვისი, რომელიც ჩვენთან არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ ქორწინების სახლებს და ქორწინების სივრცეებს, ბუნებრივია ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, სიღნაღში ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მასშტაბური პროექტი რეაბილიტაციისა ქორწინების სახლიც. იცით რომ სიღნაღში გვაქვს ისტორიული შენობა და ამ ისტორიულ შენობაში მდებარეობს სწორედ ქორწინების სახლი. ჩვენ გვინდა რომ შევინარჩუნოთ მთლიანად ის სული, ასე ვთქვათ, ამ შენობისა, რომელიც მას თავიდანვე გააჩნდა და ბუნებრივია შევიტანოთ ისეთი დეტალები, რომელიც უფრო მეტად საინტერესოს გახდის არა მარტო საქართველოს მოქალაქისთვის, არამედ ტურისტთვისაც ამ სივრცეს. და ბუნებრივია უკვე დაწყებული აქვს იუსტიციის სახლს ამაზე მუშაობა და ძალიან მალე სიღნაღში გვექნება ახალი ვიზუალის ძალიან საინტერესო გამორჩეული, ასე ვთქვათ, დიზაინის შენობა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორც კი ახალი სივრცე გაიხსნება, ასე ვთქვათ, განახლებული სივრცე გაიხსნება, ავტომატურად სიღნაღში ქორწინების სახლი 24 საათიან რეჟიმზე გადავა მუშაობისა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. თქვენ ახსენეთ ასევე თელავის შესავალში და მე მინდა მადლობა გადაუხადრო განსაკუთრებით გუბერნატორს, რომელიც ჩემამდე ასე ვთქვათ საუბრობდა იმ რეფორმებზე, რომელიც კახეთის მხარეში მიდის და ბუნებრივია გუბერნიასთან ერთად, სამინისტროსთან ერთად, რეგიონალურ განვითარების სამინისტროსთან, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იქ ხორციელდება მასშტაბური პროექტი და გადაწყდა რომ სივრცე შეიქმნება, სადაც ქორწინების სახლი უნდა განთავსდეს, გამორჩეული სივრცეა და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება მალე ეს სივრცე შეემატება კახეთს. ასევე ხაზი მინდა გაუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც განსაკუთრებით ალბათ თბილისში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის იქნება ისეთი ინფორმაციული მნიშვნელობის. თქვენ იცით, რომ კონკა ეს არის ისტორიული შენობა, რომელიც ყველასთვის ნაცნობია და ერთ-ერთი ყველაზე პირველი, ასე ვთქვათ, ქორწინების სივრცეა. ჩვენ მერიასთან ერთად დავიწყეს ეს პროექტი, თბილისის განვითარების ფონდს უკვე დაწყებული აქვს რეაბილიტაციის პროცესი, პირველი ფაზა დასრულებულია და მე მინდა თბილისის მერიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ამისთვის და ძალიან მალე თბილისს ასევე ექნება განახლებული კონკა, როგორც ქორწინების ისტორიული ადგილი, სადაც ძალიან ხშირად დიდი რიგები იყო იმისათვის, რომ ქორწინების აქტი სწორედ აქ შემდგარიყო. საინტერესოა, თქვენ ახსენეთ, რომ უცხოელებსაც აქვთ საქართველოში ქორწინების სივრცეების სარგებლობის უფლება, მათ რამე განსაკუთრებული საბუთები, ნებართვები სჭირდება ქორწინების მოწმობა, რომელიც საქართველოში გაიცემა, აღიარებულია თუ არა, აი ეს დეტალები რო აგვიხსნათ. რა თქმა უნდა, რადგან სივრცეებზე საუბრობდი და ქორწინების სახლებზე, მე მინდა კიდევ გაუსვა ხაზი იმას, რომ კახეთში ჩვენ ძალიან მალე გავხსნით ახმეტაშიც ქორწინების სივრცეს, ასევე ქორწინების სივრცე, ახალი სივრცე გაიხსნება მცხეთაში და რეალურად ეს პროცესი საჭიროებიდან გამომდინარე გაგრძელდება. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომელიც ეხებოდა უცხოელებს, ბუნებრივია უცხოელებს თავისუფლად აქვთ აქ ქორწინების შესაძლებლობა, ჩვენ დამატებით დოკუმენტაციას მათ არ ვთხოვთ, თავარია ნება იყოს გამოვლენილი და მათ საქართველოში არ ქონდეთ სხვა ქორწინება.
ბუნებრივია ამის გადამოწმება ჩვენს არსებულ ბაზებში ხდება და ამის შემდეგ ვთქვათ ასე ვთქვათ იწყება იწყება ის პროცედურები, რაც საჭიროა ამ პროცესის საბოლოო დასრულებამდე. ჩვენთან საქართველოში ძალიან პოპულარულია უცხოელებისთვის ქორწინება, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს, რომელიც სწორედ ქორწინებისთვის ჩამოდის საქართველოში. არის შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმით შეირჩიეს ქორწინების სივრცე, თქვა ოზურგეთელს მოეწონა თელავში რაღაცა ინტერიერი და უნდა რომ იქ მოაწეროს ხელი, იქ გამართოს ქორწინება. ონლაინ რეჟიმში შეუძლია დაირეგისტრიროს და შეარჩიოს კონკრეტული დღე ქორწინებისთვის. ამ მომენტისთვის შედარებით უფრო ასე ვთქვათ ჩვენი მთავარი მიზანი არის ახლა ამ მომენტში რომ რაც შეიძლება მეტად გავამარტივოთ ეს პროცესი. ახლა ძალიან მალე უკვე ჩაიშვება წინასწარი ჯავშნების პროგრამა და ნებისმიერ შესაძლებლობა ექნება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან დაჯავშნოს სივრცე, დრო, თარიღი და სხვა მოცემულობები იმისთვის რომ იქორწინოს საქართველოში. დღესაც არის ამის შესაძლებლობა, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლს, დაჯავშნოთ, უბრალოდ ახალი რეალობა მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ მარტივად აპლიკაციის მეშვეობით მოხდეს. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონების მასშტაბით, უახლოეს პერიოდში თუ იგეგმება, თუნდაც იგივე ახალი იუსტიციის სახლების გახსნა. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა კითხვისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავხსენით გლდანში დიდი იუსტიციის სახლი, რამაც ძალიან დიდი შვება მისცა ცენტრალური იუსტიციის სახლს, დაახლოებით 2000-მდე მომხმარებელი გვყავს ჩვენ გლდანში ყოველდღიურად. იქაც არსებობს სხვათა შორის ქორწინების სივრცე გლდანის იუსტიციის სახლში. ძალიან ახლო პერიოდში დღეების შუალედში დღეიდან ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი, რომელიც უკვე დასრულებულია და რეალურად ჩვენი მიზანი არის ის, რომ და იცით რომ ასევე კაფსულა ჩავაგდეთ და დავგეგმეთ და უკვე მოსახლეობასაც დავპირდით რომ წალენჯიხაში აშენდება ძალიან მალე იუსტიციის სახლი. ბუნებრივია ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ, სტატისტიკას, ანალიტიკას და მხოლოდ საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება იმ ლოკაციების შერჩევა, სადაც შეიძლება აშენდეს იუსტიციის სახლები. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დაფარვას ეხება, ეს ეხება მობილური იუსტიციის სახლებსაც. ჩვენ 2026 წელს გეგმავთ, რომ დავამატოთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა, დღეს ამ მომენტისთვის 20-ია და ამითი უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ ყველა ის წერტილი, სადაც ასე ვთქვათ, ჩვენ იუსტიციის სახლის მეშვეობით არ ვოპერირებთ, მობილური იუსტიციის სახლით დავფაროთ. რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც ჭირდება სერვისი, არ დაჭირდეს დროის რესურსების ხარჯვა იმისთვის, რომ მოხდეს იუსტიციის სახლთან და მიიღოს ყველა ეს. მთლიანად საქართველო იქნება დაფარული ყოველ შემთხვევაში, როგორც თქვენ განმარტავთ. საინტერესოა დაფარული და იუსტიციის სახლი ყოველთვის სიახლეებს თავაზობდა. პირველ რიგში თავაზობდა ხარისხიან კომფორტულ მომსახურებას ერთიან სივრცეში. საინტერესოა მომსახურების სფეროში თუ გექნებათ სიახლეები. კი ბატონო, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საზრუნავი სწორედ ეს მიმართულებაა და ბუნებრივია, როცა მომსახურებაზე ვლაპარაკობთ და მის ხარისხზე რამოდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ერთი ეს არის პროფესიონალი კადრი და ჩვენ მათ პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ვზრუნავთ. ეხლა კიდევ დამატებით ბერკეტები იქნა შემუშავებული, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, რომ პერიოდულად მათი ცოდნა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული განახლდეს და განვითარდეს. მეორე ნაწილი ეს არის ტექნოლოგიებისა და ვთქვათ, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სერვისების გაცემის ნაწილში. ჩვენ ძალიან მალე ვგეგმავთ, რომ სატელეფონო ცენტრში გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და მაგალითად ჩატის უმეტესობა ნაწილი ხელოვნურმა ინტელექტმა აიღოს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე და პასუხებიც ხელოვნურმა ინტელექტმა გასცეს. ბუნებრივია ამას სატელეფონო ზარებშიც გამოვიყენებთ, ასევე ტექნოლოგიები, ის სიახლეები, რომელიც ზოგადად მთელ მსოფლიოში უკვე აქტუალურია, ამათი ამ ტექნოლოგიების ინტეგრაცია აუცილებლად მოხდება იუსტიციის სახლებში, რაც შესაძლებლობას მოგცემს იმისა, რომ გავამარტივოთ სერვისების მიღება, წვდოვან გავამარტივოთ ამ სერვისებზე დრო, რომელიც ჭირდება სერვისის მიღებას, მაქსიმალურად შევამციროთ, ლოდინის პერიოდით შევამციროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხო ყველა ვამბობთ და ვთანხმდებით, რომ იუსტიციის სახლი დღეს აღიქმება იმ მოცემულობად, სადაც მიდიხარ ძალიან მცირე დროში, შეიძლება დაირეგისტრირო, იყიდო ქონება, გაყიდო, აიღო პასპორტი, პირადობა და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ
იმ მოკლე პერიოდშიც, რომელიც დღეს ჩვენთვის ცნობილია, ის მოკლე პერიოდი კიდევ უფრო მეტად შევამციროთ და ბევრად უფრო ხარისხიანი გავყადოთ ის პერიოდი, რასაც გაატარებს მოქალაქე იუსტიციის სახლში. დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ ყველა ამ პროექტის განხორციელებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ვახტანგ ჟვანია საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.